მოგესალმებთ მეგობრებო და ჩვენ რა თქმა უნდა ბაჩოც ყავს რომელიც გვერდება აგერ სალამი ხო კარგი ამით მინდა დავიწყოთ ძია მაღლობელმა შეწყვიტა შიმშილობა რასაც მივესალმებით რაც რა თქმა უნდა გარკვეულ დაძაბულობას იწვევდა თუმცა მე დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა ასე ჯობია არ არის ისერიები საჭირო მართლმსაჯულებას მივცეთ საშუალება რომ ყველაფერი ისე დაალოგოს როგორც ჩვენ გვინდა და დარწმუნებული ვარ ჩვენი ეს ამბავიც კარგად დამთავრდება ხო ნუ ეს არის რაც არის ეხლა მეორე თემა დახვდნენ ვიფას დედაბერს გუდიანს სალომეს აეროპორტში და უთავაზეს 1-2 კვერცხი მე მაგალითად ცხოვრებაში პირველად მინდა დაუჯერო ამ საკითხში შენთვის მორალური ავტორიტეტი პირველად და უკანასკნელად მინდა დაუჯერო ამ კაცს ხოლოდ ერთხელ მეტი არა ხოთ გავუშვათ ამ გვარამიაზე ამბობ რა თქმა უნდა გავუშვათ და გამოხატავენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით კვერცხის როლაც ევროპული სტანდარტით და ბუშტის როლაც არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ბოლომდე ჭდება არაფრის დაზიანება ამით არ ხდება კარგი ხო ეს რა თქმა უნდა ნახევარწლოვანი თუმცა მეგობრებო დათესავ ოკუპანტის ენაზე პასიეშ ვეჭერ პაჟნიოშ ბურუ რა დათესავ ქარს მიიღებ ქარიშხალს რა უნდა თქვენი ყავით პირველი ინიციატორი რომელიც აი ამ სიზას ანუ არა ადამიანო არა კაცო არა ჰუმანურ რაღაცებს კადრულობდით და ბუნებრივია ვიღაცებს ნერვებმა შეიძლება უნტყუნა რომელიც არ არის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიზუალურადაც და ზოგადად ამაზე არ არის ხა ეს გიჟი გადარეული რას ამბობს ამას კი არ ვიყენებ ჩვენ გაправებად მაგრამ მაინც ისე სხვათა შორის დღეს დაგმო ამის ორ საჯდომა დედავატირე რა მაგრამ მაგას თავი დავარქოთ თქვენ დაამკვიდრეთ ეს სტანდარტი და ეს სპირალია რა ბიჭო იცი რა არის შალვა შეხედე ჩვენ ოდნავ რეტროსპექტივა მოვახდინოთ რაღაცა ცოტა შორიდან წამოვყვეთ საკითხს ნაცებს ლიბერალებს შენ როგორც ეძახი ლიბერდებილებს და მაგათ ქონდათ ისეთი არ ვიცი სახელმწიფო სადაც ყველაზე მეტად იყო მათი უფლებები გათვალისწინებული არ ვიცი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან ვიდრე დღემდე სადაც შეეძლოთ არ ვიცი ნებისმიერი მინისტრისთვის ნებისმიერ პრეზიდენტ ყველასთვის ეგინებინათ ელანძღად მივარდნოდნენ ანუ ყველაფერი თვითონ ანუ გაიჩალიჩეს რა ეგ ერთი და მე მეორე თვითონ ეს სტანდარტი კვერცხის როლიდან დაწყებული ნუ აგერ თვითონ ნიკა გვარამი ამბობს ამას დაბულინგება მივარდნა ბავშვების შერწყვა გიგი უგულავა იყო რომელიც ერთ-ერთი პოლიციელის შვილზე ლაპარაკობდა რომ კლასელებმა შეარწყვინე თუ მე-7 კლასელი მოყვა მე მაგას ეგ ხო რა თქმა უნდა ესენი იყვნენ ვინც არ ვიცი მოკალი კოცი დაწერა ესენი იყვნენ ვინც ნაგვის урნა დააფარა ბათუმში 2020 წელს რომ რატო შეხვედიო პარლამენტში როცა მე თვითონ შევიდნენ ანუ ესენი იყვნენ ტიპები რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ და რატო თან ეს არ იყო ორგანული ეს იყო გადახდილი ფული ეს იყო აი ზუსტად USAID ის მეცადინეობით გაკეთებული რაღაც პროექტები რომ მათ რევოლუციური მუხტი შეექმნათ რომ თითქოს ისეთ საშინელება ხდება ქვეყანაში რომ შენ ნაგვის урნა უნდა დაახურო ადამიანს ანუ ნაგვის урნას ჩააგდეს ზუსტად უკრაინაში რაც ხდებოდა რა პრინციპი რომ ესე იგი უკიდურესი დამცირება ადამიანის და არ ვიცი მიიღეს ეხა ის მდგომარეობა სადაც ასევე ხალხს თურმე სხვანებაც ქონიათ ანუ თქვენზეც იგივენაირად ფიქრობენ ისინი რომ კვერცხის ღირსებიც ხართ ნაგვის урნას ჩასაგდებებიც და უფრო მეტიც და ეს არ რა თქმა უნდა ამ ტიპის პოლარიზაციას არ ვიცი რომელი ნორმალური მიესალმება და რომელს მოეწონება მაგრამ ნუ უნდა ვიცოდეთ რომ საშინელება ბაჩო დაატრიალეთ რა კაი ჩიჟიბიჟი გააკეთეს მოკლედ მე ყველაზე მეტად кайფობდი გამოხმაურებებზე რა სალომეზე იყო განსაკუთრებით ეგ გამოხმაურებები რომ 70 წლის ქალიაო და ხავს რაღაც რო წერდნენ ის ხალხი როცა 67 წლის რო იყო ეუნებოდნენ რომ შვილის ნათლიასთან გქონდა სექსიო და ამის გამო შენ ხარო პირისაგან მიწისა ახსაგვე და ბაჩო ერთი წამი ბოდიში ერთ როლაზე ასაკს იშველიებს ბაჩო ბოდიში ერთ ჩაგეჩრები ნახე 70 წლის ქალს ესროლეს კვერცხებიო მე ვიყავი პირადად ჩართული სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში არათუ ჩართული წარმდგენი ვიყავენ საინიციატივო ჯგუფი და 12-მა კაცმა დავარეგისტრირეთ რა სალომე ხელი რატო არ მოგწყდა ხო მე მახსოვს
ზუსტად ეხა ხო 70 წლის კალია, მაშინ იყო 67-ის თუ 6-ის. კაი, 65 წლის ხალხი. 5 წელია რაც არის. არც მე ეხა ბაჩომ რაც გაიხსენა ნათლია და რაღაცები, ეგ არა. ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, მაშინ მივდიოდი, თუ არ ვწდები. ესე იგი რაღაცა ან ზესტაფონში, ან სადღაც მაგ ტერიტორიაზე და ნანუკა ამობილიზებდა კვერცხებს, რომ ესროლა სალომესთვის და ჩვენთვის. ანუ კვერცხებს, 5 წლის წინ მოსულა კვერცხების სროლა, სალომეზე. სხვაზე კი არა, სალომეზე. წელი და ზევით არ შეიძლება რა 67-8. ბიჭო, შეიძლება რა არის, იქ კვერცხსაც გააჩნია. აი მაგალითად, ის შეიძლება მწყერის კვერცხი. სირაქლემასი არა. ხო, სირაქლემასი. მეგობრებო, მცირე იუმორისტული პაუზა, ოღონდ ბოლომდე ვერ ვიტყვი. 70 წლის ქალს როგორ უბედაო კვერცხის სროლასო, ნაცი ხარ ადამიანზე ანეკდოტი ფაქსდება სამი შვილის დედას კი არა 5 შვილის მამასო რო არის ეგეთი ანეკდოტი მოყოლა არ შეიძლება. და ისე ამბობენ ადამიანები რომ 70 წლის ქალს როგორ შეიძლებაო ის ჩერგოდა ისინი და პატრიარქი 90 წლის არ და რეებს აბრალებდნენ, რეებს უკედებდნენ ხო ანუ 90 წლის ქოტირება არ ევარსება არა 90 წლის ანუ ქალი რო არ შეღავათი არაფერს შეუნა გამიკეთო. მოდით ეგრე ვთქვათ რა. ეს ქალი როცა ეს კანონი შევა ძალაში სისხლის სამართლის ეს კოდექსის ახალი სამშობლოს ღალატი არის შემადგენლობა რა თქმა უნდა არის შემადგენლობა ბუნებრივი არის შემადგენლობა აი ამ დანაშაულს. ეხლა მე ნაზად გადავინაცვლოთ იმაში თუ რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას. ილონ მასკმა დადო ფოტო როგორ ჩავიდა ლავროვი და პუშილინი თუ სტეპაშინი არ მახსოვს იმ კაცის გვარი ჩეველი პუტინის ჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჩავიდნენ ემირატებში, ხო? და როგორ გამოიყურებაო რესპონსიბილი, ანუ საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებელი ხალხიო, აჩვენა რუსეთის დელეგაციაში. შეხო წარმოგიდგენია ეს რას ნიშნავს. ანუ თითქმის წინასწარ არის ცნობილი რა მოხდება უკრაინაში. ესე იგი, უკრაინელებს რო ქონდათ იმედი და ევროპა მთელი რო ეძახდა, რომ კონტრიბუციას დაუწესებთ რუსეთსო, 500 მილიარდი გათხარა ტრამპმა ეხლა ჩავა, არ ვიცი შენ რაზე დაყრდნობით საუბრობ და შენი ანალიზია თუ ვიღაც მნიშვნელოვან აკადემიკოსებს უსმენდა და ის შეაგროვებთ რასა, მაგრამ მე რაც ყაროც მაქვს, იქიდან ვიცი რომ ლავროვიო არაბეთში ამერიკელებმა ახხიალესო რა გია ხაშულმა დაწერა. მე გია ხაშულზე მაგარი გეოპოლიტიკური მკვლევარი არ ვიცი და მე მგონი მაგას უფრო უნდა დაუჯეროთ რა. სად არის, სად ჩავაგდეთ თვითონ ვარ. ნახებური შენ როგორი ანალიზი. არა, არ მინახავს სხვათა შორის. ხო, გია არა განსაგი პენი. ხუხსონანდელა. ნუ გააკეთებ ნაადრევ დასკვნებს. ტრამპი აქამდე ბანკოს უღრევდა, ახლა დარიგების და თამაში დაწყების დრო დადგა. ფიქრობ, მალე გამოჩნდება რომ რეალურად რუსეთი ამ თამაში ლუზერია და ყველა მისი კარტი გაჭრილია და აი ნახე დასწერს. ჩემი ინფორმაციით, საუდის არაბეთში ამერიკელებმა ლავროვი იატაკზე ახოხიალეს. ბიჭო, yeah baby. მანიგა. აი ეს არის ვინმე სერიოზულად აღიქვავს ახლა ამ ტიპს ხო ახლა და ჩევებს აძლევს და გადაცემებში უძახიან სხვადასხვა ოპო შმოპო ჟურნალისტები ხო? ეს არის ჩამოყალიბებული იდიოტი, დაბოღმილი, ლუზერი ადამიანი რა. აი მიგდებული ნაშა შეიძლება ითქვას, რომელიც ყველაფერს აკეთებს. მაგის ანალიზს ვიღაცა რომ ანიუსებს და სერიოზულად რო აღიქვავს და როგორია რომ აი მართლა ლავროს თუ რა უკნიათ ლავროვისთვის ჯეიდი ვენსმა რა უპარტყუნა ხო არის ეგ სასტავი რეალურად. მართლა მაგას რო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, რაც ხდება მსოფლიოში და ძალიან მალე ხდება ელვისები. როგორ არ არის ეგ სასტავი ხო გუშინ მე და შალვა რო ვიყავით ერთ-ერთ იმას აიკითხა შალვამ რომ ლაშა ბუღაძემ თქვა სოფლიოს მორალურ პოლიტიკური ვექტორი უჭირავს ზელენსკისო და ასევე ამერიკას ეშველება იმაში რომ არ დაიღუპოს. ხოლო ზელენსკის გამო არის ზელენსკი არის ამერიკის გადამრჩენელი გევანდელი დეკადანსის და ახლა ესეთი დეგენერატები რო არიან ბიჭო უდამოძიებული რო წავიდა უკან იცი ვაფშე არავის რო არ ხვდება უნდა ანუ გეგმა იყო რომ რუსებისა და ამერიკელებისა ჩემზე თუ ლაპარაკობთ მეც დამასწარითო და ამათმა არა ჯერ დიდი ბიჭები ვილაპარაკეთ და ამერიკელები შეხვდეს მე შეხვდებითო და მანდაც არაფერი არ გამოვიდა და ჯერ დიდი ბიჭები გავივლით ევროპა არის
აფსაიდში ხალხო. თელი აი ამ ხელა. გუშინ მაგარი თემა იყო რო იტირა იმად. ნუ რო იტირა ეგა. შენ გააკრა ნახე ბაჭი. მაგარი იყო ძმა. ბიჭო, მე დღეს ვიღაცებს ველაპარაკე და მოუყევი ეგ ამბავი და ვერ დაიჯერე სხვა რაღაც ეგონათ. გააჩვენე. მოყოლა. ხო და ნახე რას ვამბობ. მე რო ვაჩვენე, მე ვარ სხვანაირად აღიქვეს. მოყოლით ვერ წარმოუდგენიათ რაზე ლაპარაკობ. ტიპი გამოვიდა ტირილი დაიწყო. არა, ტიპი მოდი ერთი დღეს გავუშვათ რა. გვაქვს ხო გავუშვათ. ეს არის ოღონდ უსაფრთხოების კონფერენციაზე ანუ იმის შეფი არის რა უსაფრთხოები. ეს ტიპი გვარდა სახელს რა მნიშვნელობა ვერ ვიმახსოვრებ. ძიძა კაცი. არის სერიოზული ტიპია, იყო გაეროში გერმანიის ელჩი. ამ ხელა უსაფრთხოების უდიდესი კონფერენციის დირექტორი, ანუ სერიოზული როჟა, ვიღაცა გვირიშვილი არა. უსაფრთხოების საკითხებზე ეს ლაპარაკობს რა? არა, ეს ლაპარაკობს, ეს აორგანიზებს, ლაპარაკში ეგიგულისხმება. ყველგან შეუძლია ყველასთან მივიდეს და იცნობს ყველას და ნუ ერთ-ერთი მიუხენის კონფერენციებს. რა გეხვეწები? რა გვიაო? კრისტოფ ჰეუსგენი თუ რაღაც შენ არასწორად უესგე ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა აი ხო და თავდება კონფერენცია სტეფან შმეზერმეგი შლაიზენდორფი ხო და თავდება კონფერენცია ვესი გამოვიდა და წავიდა ოღონდ დიდი ტონა ფეკალიები დაასხა მათ თავზე რომ თქვენი პრობლემა ჩინეთი და რუსეთი კი არ არისო თქვენი პრობლემა თქვენივე თავიო რომ თქვენვე ხართ დიქტატურა ხართო და მოgaugხსენა იქ რუმინეთი, გაუხსენა სოციალების ცენზურა და ეს ყველამ ვიცის. და ამის მერე გაოცებული, განგრეული, გაპარტახებული ეს ტიპი გამოვიდა და გაუშვით რა თქვა. ეს იცავს ევროპას. Ewald von Kleist, this conference started as a transatlantic conference. After the speech of Vice President Vance on Friday, we have to fear that our common value base is not that common anymore. I'm very grateful to all those European politicians that spoke out and reaffirmed the values and principles that they are defending. No one did this better than President Zelensky. Let me conclude, and this becomes difficult. საერთო ღირებულებები მოგვიკვდაო რა და ამერიკამ გადაგვიჭერა. არა, ქალები რო ჩაეხუტა. ნახე. ის ქალი ვინ არის? კაია კალასი თუ ვინ არის? ხო, ნუ, ანუ აჩვენა რომ ემოციურობა კაიაო. ესე იგი, სვედანებული მომტირალი მოზომთუნე სხვისი ნუგეშის ამარად დარჩენილი ზუსტად აღწერს რა გინდა აი ბაჩო შენ წარმოიდგინე მაგალითად რომელიმე ნებისმიერი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა რო აიღო და ისინი რო უყურებენ ამას არა საუდის არაბეთი კიდე სხვა აი არ მინდა რა დასახე ავღანეთი კიდე ხო რა ავღანეთი გიგარი ხალხი კი ბატონო აი ამას უყურებენ კარგი იმათთვის უსაფრთხოება ხო იცი რა არის კამრის გაკეთება და აფეთქება და აბა ყველაფრის ფასად არა ვიღაცა საჭირო არა სხვა რამეს ყველაფრის ფასად დაიცვა შენის და რო ტირის ეს ვიღაცა ტირის ბიჭო სიტყვა ვერ დაამთავრა ღირებულებები აღარ გვაქვს არა, ჩემთვის მე შოკი იყო, და განაგრამს მე კიდე მისცა ინტერვიუ და შოკის მომგვრელიაო. ანუ ამ და ეხა მაგალითად ტრამპი რო უყურებს ამას, რო აი ავატირეთ ტიპი მოძიჭია უყურებს ამას და თავის დასწრები გააკეთებს. იქნებ გათვალ მაგაზე გულსამუთ შუყებო რა. შეიძლება ეგ გათვალა, რომ თუ ვერაფერი შევაწოდებ მაინც და არა, აღარ გამოდის. მე რაღაც დაავა. ხო და ვაფშე ჩვენმა ოპოზიციამ ტირილი რო დაიწყოს. არ გაჭირს. და ტირია. ჰერჩინსკი გაუშვით ერთი ეს არარსებული არარსებული. გაუშვით. დღეს არის მცდელობა გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად დაუსჯელი დარჩეს ის ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს ეს მიუღებელია იმ ქვეყანაში რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის ეს არ უნდა ხდებოდეს დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა უკვე 37 დღეა რაც მზია შიმშილობს ჩვენ ძალიან გვაქვს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ რომ ვაგრძელებთ მოწოდებას რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ხო ესე იგი, მოდი ამასთან არ აგვიანებს ჰერჩინსკი და ჰერჩინსკი არა ეს როცა თქვა მას მერე ამას დაუჯერეს. ევროკავშირი დღეს ჩვენი
ელჩი ამას ევროკავშირში ადასტურებს, არის აბსოლუტურად ტრული ორგანიზაცია. რატომღაც ჩვენთვის ტრული, როცა საერთოდ მიმართება არა გვაქვს და მეცაც გეტყვი, არა ჩვენთვის. იცი რომ ვიღაცები რას ამბობს, მაგალითად ისეთი გრანდიოზული და ძლიერი ქვეყანა, როგორც არის ესტონეთი, რომ ტრამპს უნდა სანქციები დაუწესოთ. მართლა თქვენ ესე. ტრამპს ევროპა უწესებს, მარტო ესტონელმა თქვა. მაგრამ ვიღაცები კიდევ ძიძიგურის სული ჩასახლდა ევროპაში. ხო, იცი ის რო არის აჭრდილი დაძრდა ევროპაში, აჭრდილი კომუნიზმის, ევენა ძიძიგურის აჭრდილი წეიცვალა, ხო? დაკეტავენ და შამპანური რაც შედის აქედან და ვაფშე ყველა შამპანური და ფუაგრა გაჩერდება. ეგრევე. ფრანგული ფუაგრა გაჩერდება. ჯერ ხო იმას დამართეს ერთი ამბავი. და რაც შეეხება კიდე მოლაპარაკებებს, ტრამპის ადმინისტრაციიდან გამოვიდა ხმა, რომ რა თქმა უნდა ყველა სანქცია უნდა დაკენსელდეს, როცა მოილაპარაკებენ, თუმცა ევროკავშირი იძახის, რომ ჩვენ სანქციებს არ დავეკენსელებთ. ანუ ამერიკა დააკანსელებს და ევროპა მაინც და მე რა ვერ გავიგე, იცი, კაი ჩვენთან ხო დიდი გული აქვს და უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ ცოტა ნახეთ. რუსეთთან რო ქონდა დიდი გული და ჩინეთთან არ გამოვიდეთ. ამერიკასთან სულ გაგიხდნენ. როგორ შეიძლება, ბიჭო? აი არ ვიცი და ყველაზე მაგარი რა არის, იცი რომ ერთი რაღაცა შენიშნეს. 500 მილიონიანი ევროპა, 300 მილიონიანი ამერიკას ეხვეწება, რომ 150 მილიონიანი რუსეთისგან დაიცვას. ეს ხო ვაფშე ნონსენსია. ანუ ისეთი იმპოტენტია საჭურისია ევროპა 500 მილიონიანი კონტინენტია. ვარი ევროკავშირი, ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურით, იდეებით, ეკონომიკით. 500 მილიონიანი ევროპა 300 მილიონიანი ამერიკას ეხვეწება, რომ 150 მილიონი რუსებისგან დაგვიცავ. სიგიჟე. აქვე რადგანაც მიუნხენზე ვლაპარაკობთ ამ უსაფრთხოების საკითხზე და ასე შემდეგ, ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი არის ტერე ჰელანდი, რომელმაც X-ზე, ანუ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა. და ეს ავკითხოთ რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთია. ვინ არის ვაფშე? ესე იგი, სამეზობლოს ჩველი გუშინი. ნახე, რა მნიშვნელოვანი რამე. ევროპა უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი. პოლიტიკოსი წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, მისივე თქმით, ევროპა უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ისინი დაიწყებენ. ეხლა ვიღაცები კი ლაპარაკობენ ეს ჩვენი ძალიან ესეთი წყაროზე ორიენტირებული რეფერენსებზე მიმართული ჟურნალისტები და აი რამშობა აქ ვიღაცა ეთობუზიაშვილი ტიპები, აი ძალიან გამართული ფაქტ-ჩეკერები რა. ხო ესიცი გვაზიანებს ცოტა და მივწერდა 100-ზე არ არის. რა მნიშვნელობა აქვს კაცო, არ გვინდა ეგ. აი ხო ხვდები, ასეთი არ უთქვავთ. უკრაინიდან არ გვეუბნებოდნენ, რომ კაი დროა აფხაზეთში გაისეირნეთო, არ გვეუბნებოდნენ, რომ კაი დროა რომ ომი დაიწყოთ, გარდაცვლილებში შეგვეხიდეთ, ანუ არ იყო მოწოდებები თუ რა, ანუ რას უარყოფთ, ვერ გავიგე, აგერ პირდაპირ წერს. საქართველო არაფერის ველი არ არის, პირიქით, მშვიდობის, პირიქით, საქართველო არის ის ესე იგი იშვიათი გამონაკლისი, ჯერ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ პირველი მმართველობა არის, ალბათ კი არა პირველი მმართველობა არის. 10 წლეული რა მეორე 10 წლეული სადაც ომი არ ყოფილა. ხო, იმიტომ რომ ხო, ნუ საქართველოს აქ ეგეთი გეოპოლიტიკური მდგომარეობა განსხვავებით მაგალითად ავსტრალიისგან, სადაც ბოლო ომი სირაკლებთან იყო. ჩვენ სხვა ვითარება გვაქვს. ამას დამატებული რეგიონში, სადაც ყველგან ომი იყო, მაგალითად ჩვენ სამეზობლოში, პირდაპირ სამეზობლოში იყო. აქეთ აზერბაიჯანი და სომხეთი, იქით, ну, რა თქმა უნდა, ყველაზე ცენტრალური საკითხი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. ახლო აღმოსავლეთში საშინელებები მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში. ღაზა სექტორი, სირია, თლიანი ახლო აღმოსავლეთში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტესობა ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამ ვითარებაში რჩებოდა საქართველო იმ იშვიათ გამონაკლისად, სადაც იყო უკიდურესი მშვიდობა, სადაც იყო სიმშვიდე, სადაც იყო ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდა და სადაც არის ის გარემო, სადაც შეუძლია სხვადასხვა დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ, ანუ გარკვეული ჰაბი არის ამ მიმართულებით. არაფრის ველი არ იქნება. არც ერთ შემთხვევაში. ხალხი მიხვდა მშვიდობის ფასი, რომ ყველა
ბაჭო გაუშვა აკუბარდია და გელბაკიანი მოგენატრებოდა შენ. და გაუშვა და გააკეთე კომენტარი. გაუშვით თუ შეიძლება. ხალხთან კავშირი. კავშირი ვერ ნახეთ ამ ხალხთან. მოდი ახლა ამ ახალმა ხალხმა გამოჩეკოს მაშინ ახალი ძალა. თუ არენდობიან ამ ძველ პარტიებს რა თქვა ჩვენ ვიღებ ჩვენ თავზე ეს მე ექსპერიმენტების ის არის გაგრძელდება. აბა ასე როგორ შეიძლება ასეთ ქაოსში ყოფნა ქვეყანას არ შეუძლია. მაშინ ბიზნეს სწორი იქნება რომ დაარბიოს ესენი. ამას გააკეთებს ვიცი და შეიძლება და რაღაცა დარბება და დააჩქაროს მოვლენა. თუ პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, მეც რო იყო ხელისფალი, როდემდე გავაგრძელებ ამასაც. ალბათ სწორი ხაშა. უბრალოდ ესენი არ არიან ლეგიტიმურები, გაიგე? გააჩერე. რა სიტყვით ამ გრანდიოზული ეს არის რაღა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვა, რომელმაც შემოატრიალა კონტინენტი, რაღა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და რაღა აი ამათი აღიარება რომ დასაკვირველი. ხო დაარსეს კაცო, რაღაცა ხო დაარსეს. იმე ენჯეოშნიკებმა და სასტამო დღეს ხო დაარსეს თუ გუშინ. რაღა რაღაცა სისტემები. ჩვენ ძველი ნაცნობები რო არის. ლორდ კიპანიძე არის ნაცნობი თქვენი? ლორდ კიპანიძეს ბიჭი როა, ბავშვი. კი, ყველა. ლორდ კიპანიძე ის საბაგარი კი არა და რა ქვია იმას. საბაგარი ის არ არის LGBT? არა, ვახუშტი. იმას რა ქვია, ვახუშტი მენაბდე, ვინ იყო კიდე? ხო ნუ ეგ ხარ სიგიჟებზე ნუ ლაპარაკობ, მაგრამ აგერე ორი ტიტანის შემოტრიალება დასარბევები არიან. დამი კომენტარე რა თუ შეიძლება. ბაჭო მაგის დაკომენტარებაზე მე და ის მოგვიყევი რა მან რა ხდება გერმანიაში აი AfD-სთან მიმართულებით აი ეგ საკითხები გაიგე უკეთ AfD-ზე არის ისეთი ცენზურა რომ საერთოდ უჩაში წარწერას თუ შეხვდები არის შეურაცხყოფელი ეგ ბერლინში ხო ბერლინში სარეკლამო ბილბორდები რო არის გამოფენილი არის ყველასი გამოფენილი შორტს ღებავენ ძალიან აქტიურად შორტსი არ უსწორდებათ ვანდალიზმი არის შორტსის იმეებზე ძალიან ბევრი პოსტერებზე მაგრამ AfD-ს იმას პრომოუშენს ვერ იპოვი ვერსად ანუ პლუს აგზავული არის ამ გერმანულ მედიაში რომ AfD მიიწვევს სტუმრად და მიუხედავად ამ ყოველისა მეორე ადგილზე არიან გამოფენილი მე ვიცი რომ TikTok-ში აქვს ძალიან მაგარი კამპანია და ვაფშე то компания არის, მაგრამ მეორე ადგილზე არიან და ეშინიათ ამათ ძალიან, ხო, ძალიან ეშინიათ. და ვინ შეკრავს მაგაცინამდე კოალიციას ვინ შეკრავს? იმიტომ რომ ხა მაგი გაუშვა ხელისუფლებაში, დაკლებად მოსალოდნელი მგონია. ქრისტიან-დემოკრატები და ესე. ეგ ნიშნავს, მაგრამ წვანები ხო აფსაიდში არიან მაგარში. წვანებს არა ისე აქვთ ეგზისტენცია არ ამწერიათ წვანებს და დაცვედარებულები არიან ხო ანუ ეხა ეს აღარ მახსოვს ყვარები არა პარტიები ქრისტიან-დემოკრატები კარგად არიან ბევრ მიწაზე და კარგად არიან ხო და ნუ რა ვიცი ნახწევს აქვთ ამათ არჩევნები და სხვა შორის წეგან გურიელ მშვიდობაზე ლაპარაკობდა მშვიდობის ის რომ საქართველოს მშვიდობიანი 2 ათწლეულია და შვიდობის შესაძლებლობა და განვითარების შესაძლებლობა მოგვეცა ვისი დამსახურებაცა ამ კაცის აი მაგ მინდოდა ბოლოსთვის მინდოდა შეგვიძლია ბარ დაგასწარის მაონა რაკეთად მინდა რომ გეგზელობა უსურვა და ქვეყნისთვის ის კვაწლი რომელიც მას აქვს დაწეული და ყოველდღე ევროპაში წევს საქართველოს როგორც ქვეყანას და თითოეულ მის ქალაქეს რაც უკვე დღეს რატომღაც აგრემანკიერად შეიძლება კონკრეტულ საზოგადოების პატარა ჯგუფებში იყოს დაეფასებინოს ისე როგორც ეკუთვნის იმიტომ რომ ამაზე დიდი ღვაწლი ამ საუკუნეში არავის არ გაუღია და ისტორიაშიც ანიშვიათი არის მსგავსი ფიგურა ამიტომ საჭირო არის რომ ჯერ უნდა დაფასდეს ეს ადამიანი ისტორიაში ჩვენც რა თქმა უნდა ბუნებრივია ბოლოსკენ მინდოდა ამ დასრულება გადაცემის ბიძინა ივანიშვილის პირადად ვიცნობ მაქვს ეს ბედნიერება როგორ მოვიდა როგორ გასწირა საკუთარი თავი ოჯახის სიცოცხლე ფულზე და კეთილდღეობაზე არაფერი რო არ თქვა ნებისმიერ ქვეყანაში მაგრად იქნებოდა როგორ გადადო ეს ყველაფერი ერთხელ გადაგვარჩინა და მე მოდის გადარჩენების მთელი სერია რა და ის რომ დავამარცხეთ მიშა ეს არ ნიშნავს იმას რომ საქართველოს ყველა მტერი დავამარცხეთ და მე დავამარცხეთ
ღმერთ მაქნას ეს ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ყველაზე სერიოზული ჩვენი აი deep state ის მტერი, რომელიც ჩვენ უფსკულში გადაჭეხვას ვიქადდა. და გავაკეთეთ ისე, რომ უდანაკარგოთ კი არა, ეკონომიკის განვითარებით გამოვედით. ამ კაცის დამსახურება ჯანმრთელობას უსწრებს, დღეგრძელობას და ფასდაუდებელი მართლა ღვაწლი აქვს ამ კაცს ჩვენი ქვეყნისთვის და დაუფასდება, რა თქმა უნდა, დაფასებულია და დაუფასდება. რა თქმა უნდა, უერთდები მეც აი შალვამ რაც ლაპარაკა მართლა ზუსტად ორჯერ იყო ეგზისტენციალური მომენტი, პირველი იყო მიშა და მიშა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ალბათ ყველაზე ცუდი და ყველაზე ბოროტი გამოხატულება იმ რაღაცა კოლონიალიზმისა, იმ ძალიან უხეში და ეხლა ეს გინდა deep state-ი დავარქვათ, გინდა გლობალური ომის პარტია, რომელიც აგერ ეხლა ტრამპმა და ილონ მასკმა ამხილეს პირდაპირ ну ის იყო რომელსაც საქართველოს მხოლოდ ინსტრუმენტი იყო საქართველოს ესე იგი მისთვის იყო მხოლოდ ობიექტი რომელსაც ოდენა უნდა პატარაზე ეწკინა რუსეთისთვის და ჩვენ გავქრალიყავით დაახლოებით აი მაგდონის ვთქვათ ღირებულება გაგვაჩნდა რა არაფერი უბრალოდ და ну საქართველოს მართლა ეგზისტენციალურ გადარჩენის ფარზე ვიყავით მაგ დროს და ეხლა როგორც ჩანს პირიქით ჩვენ ვართ ძალიან ხოძზე და ვიღაცები კიდევ ვერა და უოცა აქედან ბიძინა მივანიშვილს დამატების დღეს დღეგრძელობას უსურვებ და გამძლეობას და შეძლებას და მე მგონი რომ დასასრული ამ კოშმარისა რასაც სოფლიოში ხდებოდა არის ახლოს ჩვენ ხედავთ მოწირალ ევროპას აი ეს კადრი ჩვენ რო გავხსნით ეს არის ეპოქალური კადრი ეს არის ხშირად სიტყვები ვერ გადმოსცემენ იმას რასაც გადმოსცემს კადრი აი ავღანეთიდან გაქცევის კადრი, როდესაც საწყალი ავღანელები მიაგდო ამერიკამ და იყინებოდნენ, ხო, თვითმფრინავის შასიზე, ხო? ეს არის ასევე ეპოქალური არა, იყინებოდნენ, არა, იმას მიყვებოდნენ. ვარდებოდნენ და თვითმფრინავის ფრთაზე იყვნენ შემოჯრაები და იქიდან ვარდებოდნენ. ბავშვი, ეგ მაგარი აუხსნელი პროცესი იყო, თუ დააკვირდები, მე მახსოვს სასაცილოდ კი არ ვამბობ, მაგრამ რომ მიფრინავდა ეს თვითმფრინავი ბიჭო ფრთაზე იჯდა მაგალითად ერთი ადამიანი რომელსაც ეკეთა პირბადე და ამ პირბადესთან ერთად არა რა ახსნა აქ პირბადეს ვიცი მახსოვს მეც პირბადესთან ერთად მესიჯო არა ისე უყვები და მე ხუთ ანუ ვაფშე აუხს ეგეთი სიგიჟე რაც მან მოხდა ვაფშე არაფერს რაციონალური ახსნა არ ქონდა და ჩემთვის ეგეთი ზაღლები წაიყვანეს კაცო და ეს ადგილები აღარ იყო ჩემთვის ეგეთი კადრი იყო აი უსაფრთხოების კონფერენციის დირექტორის მოულოდნელი ქვითინი უსაფრთხოების კონფერენციის ანუ სერიოზული კაცია ხვდები აი როგორ გითხრა რა ვიცი ახლა რა ბიჭო ყურე ამბობ და ჩახუტება ვიღაც ხალხი რაზე ატერდა ღირებულებები დავკარგა ხო თემა ეგაა რა რეალურად ამახო იმაზე ხო არ ვტირია რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი ტრაგედია მოხდა აი რაღაცა საზოგადოება როგორ დაზიანდა ქვეყანას რა დღეში ან უკრაინის ომზე არ უტირიათ ხვდები შენ 100,000 ადამიანი რომ მოკვდა, მაგაზე არ უტირიათ და ეს გამოვიდა და JD Vance-ის სიტყვებზე იტირა. JD Vance-ის ჩვენო არ დაგეხმარ, იცი რა უთხრა? ესეთი ვიცი კაცო მოусმინოთ. მაგით არ დაგეხმარებით ჩვენო. ესეთ ევროპასთან ამერიკას არ აქვს საქმეო და თქვენი პრობლემა ეგ ყველაზე მურტალი რა უთხრა, იცი? თქვენი პრობლემა არ არის არც ჩინეთი. ამით ევროპას თელს ეგზისტენცია გამოაცალა. ევროპა რა შვება ახლა? ევროპა აი ჩვენი ამ დებილი ოპოზიციები, ლიბერდებილები, რუსეთი, რუსი და ამან ვთქვა რა რუსეთი თქვენ ვინახართო? თქვენ დემოკრატიის დედაც ვატირებო. მოკლედ მეგობრებო, ასია თუ ისია ყველა მე რო შემოგთავაზოთ. ბატონო? როგორც ეგრე უთხრა. აგერ ჩვენ რო შემოგთავაზოთ. დიდი ყურადღებით ვადევნებთ და მართლა ძალიან მინდა რომ ამერიკელებმა და რუსებმა მოილაპარაკონ და მათი გადასაწყვეტია ეს ვირიშვილი ევროპის გადასაწყვეტი ეს პრობლემა არ არის. არის ამერიკის და რუსეთის. და ჩვენ გვინდა რომ გაიმარჯოს მშვიდობამ. და ძალიან ბევრ ამას გადაწყვეტს ეს ამბავი და ღმერთ მაქნას რომ ტრამპი ყავს ამერიკას მართლა რა. აი ვიზეში უნდა ილოცოს, იმაზე კი არა ეს ავატყოფი რო არის, რა ქვია იმას? ბებერი კაცი. გეგელიამ რო თქვა, შენზე ვლოცულობთო. გაღმერთებთო. ლოცულობთი არა, გაღმერთებთო, ხო. ჯო ვილსონი, ხო. აი მაგაზე. დიდი მადლობა, ხვალ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით, მეგობრებო. მე იცი, ძმებო, რა მაინტერესებს ერთი უცებ გამახსენდა რა.
ჩვენი გადაცემის მერე ეს ფაქოების შოუ გადის თუ არ გადის? დღეს არ გადის. დღეს არ გადის? არა. კაროჩე, ამი გული შენ არ შეგჭამა, მაგბიჭო, მე ამიკლოს, მაგრამ რატო არ დამაანონსეთ, რატო არ დამაანონსეთ? და ახლა გავახსენდა და არ გადის თურმე. დღეს გადის? აბა? გადის დღეს? გადისო. არა, აუცილებლად. სპეციალურად ჩვენ ბრალი ეს და ვაანონსებთ, რომ დღეს არ გადის. არა, სპეციალურად უნდა ასე ვთქვათ. მოვითხოვოთ, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენონ, რომ ეს მართალია პაკო, ჩვენ დღეს არ გადის გადაცემა და როცა გავა. ძალიან კარგია რომ ესეთ მაგრამ კაროჩი ისეთი მაგარი გადაცემა, რომ შემდეგზე რომ გეტყვით, რომ აი ხა ეგ გადისო. ხო. თუ დრო არ გაქვთ ჩაინიშნოთ რომ გადაახვიოთ და თუ დრო გექნებათ უჭველი ჩვენს მერე. არ გაგზავნებოდეთ მომავალში. ნახვამდის მადლობა ყურადღებისთვის. რა ბედროები.